უფლებების დაცვის კუთხით სურათი იყოს ნათელი საზოგადოებისთვის. გარდა ვიცოდეთ ვინ არის პარლამენტისთვის. კი ბატონო, რადგან ასეთი ცვლილება შედის, რომ ერთ მოხსენებაზე ჯერდება ამ შემთხვევაში პარლამენტი, ხო არ ეშინია ხელისუფლებას იმისა, რომ გაიგოს უფრო მეტი ინფორმაცია. ეს არის ოპოზიციის ინტერპრეტაცია ნამდვილად და ხდება ამ თემის პოლიტიზირება, ჩემი აზრით, არ ვიცი, სრულიად გადაჭარბებულად, იმიტომ რომ ამის მოტივი არის ერთადერთი, რომ სახალხო დამცველის მოხსენება თუ იქნება წელიწადში ერთხელ, იქნება მთლიანად მთელი წლის განმავლობაში იმ მთლიანი სურათის მაჩვენებელი, რა სურათიც არის ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით. ნახევარი წლის განმავლობაში კატასტროფულად გაიზარდა ეს დარღვევები და სასწრაფო რეაგირება საჭირო პარლამენტის არა, ამის ბერკეტი ნამდვილად სახალხო დამცველს გააჩნია და ეს არ არის მხოლოდ მისი მხრიდან ანგარიშის წარდგენა პარლამენტისათვის, ეს არის ნამდვილად არასწორი ინფორმაცია და არასწორი ინტერპრეტაცია. არის უამრავი სხვა საშუალება, რომლითაც სახალხო დამცველს შეუძლია ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით, სხვა საჭირო საკითხებთან და მტკივნეულ საკითხებთან დაკავშირებით საზოგადოებას ხმა მიაწვდინოს. და ნამდვილად ანგარიში ვერ გამოდგება ამის ერთადერთ, ანუ ის არგუმენტი, რომ ანგარიში არის ერთადერთი ასე ვთქვათ, საშუალება რის წყალობითაც სახალხო დამცველი ხმას აწვდენს საერთაშორისო ორგანიზაციებს, საზოგადოებას, პარლამენტს, ეს არის არასწორი ინფორმაცია. კი ბატონო, მაშინ მოვისმინოთ ოპოზიციის მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით. ანგარიში არის ნამდვილად ერთადერთი საშუალება, რომ საზოგადოებამ პარლამენტმა მიიღოს ამომწურავი და სრული სურათი, მე ხას უსვამ. სრული სურათი მიიღოს რა ხდება, არა მხოლოდ ზოგადად ადამიანის უფლებების დარღვევის თვალსაზრისით, არამედ ყველაზე მთავარი ჩვენ ეს ანგარიში პარლამენტს უნდა გვეხმარებოდეს, სამწუხაროდ არ გვეხმარება, იმიტომ რომ პოლიტიკური ნება არ არის, ჩვენი საზედამხედველო ფუნქციის და უფლებამოსილების განხორციელებაში. იმ უწყებების მიმართ, ვისაც პოტენციურად შეუძლია დაარღვიოს ადამიანის უფლებები. ვინ არიან ესენი? ეს არის აღმასრულებელი ხელისუფლება, ხო პირველ რიგში. პროკურატურა, რომელიც გახდა აღმასრულებელი ხელისუფლება, შინაგან საქმეთა სამინისტრო, პრობაცია, ციხეები და ჯარი და ამ შემდეგ. ანუ ყველა ის სტრუქტურა, რომელიც არის აღმასრულებელი, ვისაც შეიძლება დაერღვიოს ადამიანის უფლებები, ამის შესახებ ჩვენ უნდა გქონდეს ინფორმაცია ამომწურავი და ცუდი ის არის, რომ ამ შემთხვევაში ჩვენ თვითონ სახალხო დამცველს კი არ უკვეცავთ რაიმე უფლებამოსილებას. პირიქით, იმათ შეიძლება ეზარება კიდევაც წერა 6 თვეში ერთხელ რაღაცა ვრცელი დასკვნის და უადვილებ ცხოვრებას წელიწადს, მაგრამ ჩვენ გვჭირდება, პარლამენტს გვჭირდება საკუთარი საზედამხედველო უფლებამოსილების განხორციელების დროს ეს ანგარიში რომ ვიცოდეთ. და მოდის ერთ წელიწადში რა პრობლემაა მაშინ? სრულ პაკეტს წარმოგიდგენთ? არა, ერთ წელიწადში ერთხელ არა, ამ შემთხვევაში ეს არის ქვეყანა. საქართველოსზე ვიძახი, რომელსაც ვერ მიაღწია ჯერ განვითარების იმ დონეს, რომ წელიწადში ერთხელ დაველოდოთ სახალხო დამცველის ანგარიშებს, სადაც არის დემოკრატიული ქვეყნები, იქაც კი არის ეგრეთ წოდებული შუალედური დასკვნები წლის შუაში, წლის პირველ ნახევარში არსებულ ვითარებაზე. მე არ გეუბნებოდით, რომ დღეს კომპრომისულ ვარიანტს გთავაზობდით, რომ მოდი თანასწორ უფლებიან ანგარიშებზე კი არ იყოს ლაპარაკი, როგორც ეხლა არის, ხო? 6 თვეში ერთხელ, არამედ იყოს წელიწადში ერთხელ. ერთი სრული ანგარიში, მაგრამ შუალედური 6 თვეში ერთხელ გააკეთოს, ეგრეთ წოდებული, იმისათვის რომ კონდეს დავთარებ ბატონოზეა, რომ ჩვენ ქონდეს ეს მონაცემი, რომ ჩვენი ყველა ცუდი ის არის, პარლამენტის წევრები თვითონ შემოდიან ინიციატივით, რომ ეს მოახდინოთ ამ საზედამხედველო ინსტიტუციონალური ფუნქციების კასტრირება. კი ბატონო, ძალიან კარგია ბატონო ზუიად, რასაც ეხლა თქვენ ბრძანებდით, წეღან ძალიან ვცლად ისაუბრეთ, მე არ შეგაწყვეტინეთ. მოყევით ის, რაც თქვენ შემოგაქვთ და ძალიან კარგია. მე კომიტეტის ხომაზე გითხარით კიდევაც, რომ თქვენ შეიძლება ახალ სუპერმენს ქმნით ამ ქვეყანაში, რომელიც ქვეყნის თავზე გადაიფრენს, გადმოიფრენს, თუ კი ვინმე რამე საფუჭებს, თავის ჩაარტყავს, როგორც ერთ-ერთ ფილმში, ამერიკულ ფილმში, მაგრამ ჩვენ გთხოვთ, რომ წელიწადში ერთხელ ორჯერ ჩვენს თავზეც გადმოიფრინოს, პარლამენტის თავზე და გაგვაგებინოს, ვინ არის ის ცუდი ბიჭი ერთხელ ორჯერ რომლებიც ერთხელ გადმოიფრენს. არა, ერთხელ არ არის საკმარისი არ არის, ამ ქვეყანაში სახალხო დამცველის გაგილახიათ ბატონო ზუიად და ესა რა ქვია იმას შედეგიც არ გვინახია მე ამ გალახის არის ხო? კი ბატონო, გასაგები ბატონო, თქვენი მოკლე პასუხი ამასთან დაკავშირებით უნდა დავასრულოთ გადაცემა თქვენი მოკლე არის. არა, ნამდვილად ამაზე არ არის ეს ნამდვილად ისე როგორც ბატონი ლევანი ამბობს, ნუ ახლა არის ზედმეტი პოლიტიზირება უბრალოდ ამ საკითხის, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იმიტომ რომ
სახალხო არ არის პოლიცია საერთოდ გაუქმება ბატონლევან მაგას საერთოდ არ გჭირდება ანგარიში იმიტომ იმ ანგარიშებს სადაც არ გვინდა ეს მე მარტივ რამეს გეტყვით ბატონო ზუიად ბოდიში რომ გაწყვეტინე ბოლოს სიტყვა თქვენია მაინც და ამიტომ მე გეტყვით და მე თქვენ დაასრულეთ პრობლემა ისე რომ აქამდე რაც სახალხო დამცველის ანგარიშები შემოსულა რითი დასრულებულა ეს განხილვა გამოდიოდით ან ჩვენს წინა პარლამენტში გამოდიოდნენ ხვავრობდით ამავე დასაჯეთ ვიღაცა ყური მაინც აუციეთ ან ის ჩუმად მაინც აუციეთ უწყინეთ მაინც რაღაცა არაფერ პარლამენტმა მიიღო მოვისმინეთ და კარგად ეხლა სახალხო დამცველის შესახებ ეხლა ხო არის პოლიცირებული კაცო წინა სახალხო დამცველმა შემოიტანა და ვინ დასაჯეთ არის ხო კონკრეტული ფაქტები დანაშაულის გადასტომის უბრალოდსილები ხო ვინ დასაჯეთ იმასთან დაკავშირებით რა საერთოდ გაუქმეთ ბატონო ზუიად ანგარიში რა შეჭირდება ბატონლევან თუ ძალიან მოითხოვთ შეიძლება გაუქმოთ არა იმიტომ რომ ეგრე თქვენ შეგიძლიათ სხვადასხვა შემოიტანოთ კანონ პროექტი საერთოდ გაუქმების შესახებ და ვიმჯეროთ. არა, მე გეუბნებით რომ პირიქით ჩვენ გვჭირდება ეს ინფორმაცია. გასაგებია, მე ხომ ნახევარ ჩვენ უბრალოდ არ იყენებთ. ეს ჭირდება მედიას. ჩვენ ამ შემთხვევაში როცა ვსაუბრობთ, მედიას აქვს გავლენას ვერ ვახდენთ, მაგრამ მედიას უნდა ქონდეს. ყველაზე ვრცელი, თქვენ გონიეთ ეხლა რომ არის 400 გვერდიანი, მეორე 400 გვერდიანი, ის იქნება 800 გვერდიანი, არ იქნება, ის იქნება 400 გვერდიანი. კარგი, ბატონო, ბოლოს სიტყვა და შემდეგ უნდა დავასრულოთ. ბატონლევან, ვაცადოთ თუ შეიძლება, დიახ. ბატონლევან, მაგასთან დაკავშირებით, სხვადასხვა გია არსენიშვილმა გამოთქვა ეგეთი აზრი, რომ შეიძლება საკომიტეტო კომიტეტის თანხმობის შემთხვევაში ადამიანის უფლებათა კომიტეტმა მოიწვიოს სახალხო დამცველი და მოითხოვოს მისგან პერიოდულად რაღაც ანგარიშის მიღება. ეს მე მგონი, რა ვიცი, ნორმალური და ესეთი აზრი არის, რომელიც გაზიარება. არა, კანონში არა, თვითონ საკომიტეტო ეს სიტყვაზე უნდა გენდოთ, ხო? კომიტეტ შეუძლია ამის გაკეთება და თუ ყველაფერს სიტყვაზე გენდოვით, მაგრამ ჯერ არაფერი გვინდა. არა, სიტყვაზე როგორ მენდობით? მე გეუბნებით, რომ სახალხო დამცველის ანგარიში არ არის ერთადერთი ბერკეტი იმისა, თუნდაც პარლამენტის მხრიდან რომ მან იცოდეს და საზოგადოებას მიაწვდინოს ხმა პარლამენტმა ამ შემთხვევაში პარლამენტის წევრებმა სახალხო დამცველის ინფორმაციაზე დაყრდნობით ქვეყანაში არსებულ ადამიანის უფლებების ვითარებაზე და მდგომარეობაზე შესაბამისად თუ იქნება ერთხელ პარლამენტის წინაშე თუ წარდგება ერთხელ წლის განმავლობაში სახალხო დამცველი მთელი წლის განმავლობაში არსებულ სურათს ერთიანად და არა დანაწევრებულად და არა ფრაგმენტულად წარუდგენს საზოგადოებას. გასაგებია. ძალიან დიდი მადლობა ზვიად უკავა ლევან ვეფხვაძე ჩვენი გადაცემის სტუმრებით. მადლობთ იმისთვის რომ მობრძანდით და მიიღეთ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობა. ზუსტად 9 საათზე თქვენ გეუნდებათ მაესტროს ახალი ამბები მაკაცინცაძესთან ერთად. 10 საათზე პირდაპირ საუბარი და ეკაბერიძის სტუმრები იქნებიან დიმიტრი ლორთქიფანიძე, ფიქრია ჩიხრაძე. მე ხვალ ზუსტად 8 საათამდე გემშვიდობებით. კარგად ბრძანდებოდეთ.